ზაზა. არა ზაზა, არ ვარ ნიუ-იორკში, თორე კალათბურთზე როგორ არ მოვიდოდი. ხო. თან ხო შეგპირდი, ორ მაგდულს თუ გააკეთებ, ორ მაგი ხმელით ხაჭაპურს გამოგიცხობთ, ხო? ხო. სასტარტოში იყავი, ხო? აუ მომიყევი რა, მომიყევი, ხო? კაი რა. კაი. ესე უცებ მიიყვანე შენ ბავშვების სკოლაში. სად მივიყვანე ჩანთა დარჩა. რომელს? აი. გიანის მავრაკნა. ვინ? ზაზა. ხო, გისმენ ზაზა, ხო? ერთ ფარტი ნიუ-იორკში გამყიდე ზაზა, ხო? დებორა ხო გახსოვს? ხო, ჩემი პარტნიორი მაგას მივყიდე, ხო? ხო. ვინ ზაზა? ზაზა. ხო ზაზა. ხო და მაგფულით ახლა მინდა რომ აქ შევიძინო ფარტი და საცხობი გახსნა, რომ ჩამოხვალ დაგპატიჟებს ზაზა. ხო. კეთებად. ვინ არის ეს ზაზა ვინ არის? ზაზა. მოკლედ აქეთ გადმოვბარგდი, ხო და აი ნახოთ რა იქნება. ხო გაგიგია კაცი, იმედით ცოცხლობსო. კარგი აბა, კარგი ზაზა, გენაცვალე, კარგი. ბიჭები მომიკითხე, ხო? ხო. მოკლედ ესე იგი, ხო გადაუარეს თურმე ნიქს გაიგენ, აშიკო. ორმაგი დუბლი გაუკეთებია ზაზას. კარგია და ეს ბიჭები ვინ არის? ვინ უნდა ბიჭები უნდა მოგიკითხოს? ბრენდონ აიტი და ოჯეი მეიო. ხო. საცხობში ყოფილა თურმე დღეს ბიჭები ზაზასთან ერთად, ესე იგი მეიო გიждდება ჩემს გაკეთებულ გრულ ღვეზელზე. სამკვერცხ უშვებოდი ხოლმე და ისე უხაროდა. რას ლაპარაკი? გააკეთება? ცირა, აი ეს კუთხე რაღაცა, იცი, აი რაღაც ავეჯს მთხოვს, რაღაც სიცარიელი არა ლაშიკო? მერე კეთება შენ ხ საცხობისთვის რო ეძებ იმ ფარს. გახსენი ამ კუთხეში შენიერი იქნება. ლაშა, მე ხლა სერიოზული საცხობი უნდა გავაკეთო. ისეთი კი რაღაცა ფიჩინიან ჩებურეკი რო გამოვაცხო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფრაპი, როლი. მომისმინე, ეს ფრაპი რა არის? ფიჩინია იგივე. ჩებურეკი მიქაიგეც რა. ხო და. იცი, აუ ლაშიკო, საცხობი ხო გაამართლებს, აი ხო ძალიან მაგარი საცხობი გვექნება. კეთება იცი რა უნდა ვქნათ ჩვენ? რავა. რამე ამერიკული სახელი დავარქვათ. თბილისში ხო იცი როგორია? დადგება რიგები ეგრევე. ხო რა ვიცი აბა ხო მე რაღაცა ის კუთხე რაღაცა ის მთხოვს რა. იცი რა, საცხობში ლაშიკო მე შიგნით მიხედავ საქმეებს და შენ გარემომარაგებას მიხედავ. ბავშვებს ვინ მიხედავს? შეგონია მაგაზე არ მიფიქრია? შენგონია განცხადება არ გამოვაქვეყნე, რა? და შენგონია არ ამოვირჩიე ერთი გოგო იმ 16-დან, რა? და შენგონია არ დავურეკე და მე არ გადმომირეკა იმ გოგომ და შენგონია იმ გოგომ არ მითხრა დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ კეთება თუ რა თქმა უნდა დრო გამოვნახეო. არ მეგონა. ხო. მაგრამ ეხლა რო დავფიქრდეთ კეთება, ხო? აი, რაღაცა ჩვენი ბავშვების ძიძა არის მითხარ. ძიძა არა? უბრალოდ
საბოლოოდ ისე მოვა და რაღაცა ბავშვებს საშინაო დავალებას გააკეთებინებს, ამეცადინებს. ნუ მე ხლა თუ თავისი სურვილი იქნება, 1-2 ხელი სადილი უნდა გააკეთოს, ნამცხვარი უნდა გამოვაცხოს და სარეცხი რა ალაშიკო. ხელით ხوار უნდა გარეცხოს. სარეცხ მანქანაში შევლის და გარეცხავს სარეცხი მანქანა. არა, ის ადგილი რაღაცაა. იმ თხოვს და რაღაც ავეჯითო, აი არ ვიცი. ეს გოგო სადაა კიდე ამდენ ხანს რა? ვი? თამარი. რა. ხო, მთელი დღე აბურეკავ და ვერ ვუკავშირდები, კახეთშია წასული, ხო? და რას გეუბნება ქეთევან? აბონენტი გასულია ვენახში, დარეკეთ მოგვიანებითო? მარიკა, რა ხდება იქ? სად მიდიან ბაზიბუსები? სად მიდიან და დედა ჩემთან მიდიან. რატო? რატო და დედამ თქვა, რომ სანამ ისე წავდნენ ამერიკაში სასწავლებლად, ბავშვები წესიერად მინდა ვნახო. მოვიდეს და ნახო საკ წესიერად, მე რა პრობლემაა? არა, ირაკლი ესე. უფრო დიდი ხნით მინდა რომ ვნახო. და დიდი ხნით მოვიდეს, მარიკა, რა პრობლემაა? სამსახურში მივდივარ მე. არა, აი ესე მთელი ღამე რო ჩემთან დარჩნენ, ასე მინდაო. ღამეო? აბა კი უნდა ნახონ ბებია, ბავშვებმა უნდა წავიდნენ, რომ მოინახულონ ენატრებათ ალბათ. რას ლაპარაკობ? კი, წადით მამა, წადით. ირაკლი. ძალიან ნერვიულობენ ბავშვები. ინერვიულებენ, მარიკა, აბა რა იქნება, შალონასთან მიდიან. მეც რომ მივდივარ, გული მისკდება ხოლმე, არითმია მაქვს წამლებს. არა, მაგაზე არ გინდა. აბა რაზე მოვიდა? რაზე და ამ კვირაში თუ არ მოვიდა პასუხი ბავშვების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, დააგვიანებენ კოლეჯში. ვაიმე მარიკა, რა გავაგიჟებ, ესე იგი, მომისმინე, რამდენი მიზეზი არ გამიგია სკოლაში დაგვიანების. აი, რამდენი მიზეზი არსებობს, წარმოიდგინე, ჩამეძინა, მილი გასკდა წყლის, ბებია იყო ცუდად, კვირა მეგონა, მაგვიძარა მარდარეკა, მაგრამ ის რო საყოველთაო განათლების მსოფლიო ფონდის ბიურო მიგვიანებს თანხის გადარიცხვას და ამიტომ აგვიანდება სკოლაში, ესეთი რაღაცა პირველად გავიგე მარიკუნა, ყველაფერი სასწაული ჩვენ როგორ გჭირს რა. ჩვენ ზატო არის. პასიბუსი. მოდით მამა, მამუშენციებო, მოდით, ეხლა თქვენ მიდიხართ და მამამ ჭკუა უნდა დაგარიგოთ ჩვენ. მოდი მამუშენცია, მომისმინეთ, თქვენ ხო მიდიხართ მამა ეხლა ბებიასთან. ხო, გზაზე თუ შეგხვდებათ მგელი, მამა. და თუ გკითხავთ, საცხოვრობს ბებიაო, ზუსტად აუხსენით მამიკო მისამართით, ან მოკლე გზა ასწავლეთ, რომ თქვენზე ადრე მივიდეს, ხო? ბებია შენზე ეგეთ რამებს არ ამბობს ხოლმე. აი, გესმის? როგორ არ ამბობს ხოლმე? რას ამბობს მამა? რაო და მაგას ჭიაყავსო და იმიტომ ვერ სუქდებაო. დაუსვია დიაგნოზი დიდ პარაზიტოლოგს. სისანას. კიდე იცი რა. ძალიან გთხოვთ ეხლა და მოვჩეთ ეხლა. მამუშენცია, მე მითხარი. მოდი დედიკო, წადით ეხლა თქვენ, წადით და ჭკვიანად იყავით, ხო? ხო, და უთხარით ბებოს, ხო რომ იყო დამირეკოს. ხო, და კიდე ბებოს უთხარით მამუშენციებო, რომ შეუძლია აქ მოვიდეს კვირას და დარჩეს 5 დღე. 5 დღე იყოს აქ. კვირას მოვიდეს 5 დღე დარჩეს. წადით. გელი არ დაგავიწყდეთ, გელი. აბა, კარგად დე. ირაკლი. შენ რა? მართლა გინდა რომ დედა ჩემი მოვიდეს აქ და დარჩეს 5 დღე? რა თქმა უნდა, მარიკა, მოვიდეს და 5 დღე იყოს აქ. რა პრობლემაა? მე მაგ დროს სიმპოზიუმზე ვიქნები ლონდონში. ხო. და ვიზა მოგწეს? სასწავლე მარიკა, მომცემენ აბა რას იზავენ ამ ხელა პროფესორი, კლინიკის ფლობელი კაცი ვარ. მომცემენ დღეს იქნება პასუხი. მარიკუნა, ყველაფერი გათვლილი მაქვს. წამზე შეხვიცი მე როგორი მოწესრიგებული ვარ, ბებურა. ყველაფერი გათვლილი მაქვს მეღულიკუნა. ესე იგი, ნახე, ევროპის ნეიროტრავმის სიმპოზიუმის პირველ დღეს, გახსნის დღეს, სად მივდივარ მარიკა? ჩელსი არსენალის თამაში. თან სტენფორდ ბრიჯზე. ხო, არსენალის მაისური მაქვს, იმას ჩავიცვალ, თუ მოუხდი არსენალის ფანებში, ხო კარგი და გამოვალ ცოცხალი. თუ მოუხდი ჩელსის ფანებში, არა უშავს, მთელი ევროპის ექიმები იქ იქნებიან და რაღაცას მიშველიან მარიკა. გამომიშვებენ ამ ხელა კოლეგას, ხო? მეღურიკუნა, ყველაფერი გასული მაქვს. მეღურა, აი რაც კი მქონდა ჩაფიქრებული, რომ მოხვდები ბრიტანეთში ან კერძოდ ლონდონში თქო, ხო? აი ყველაფერი წამზე რაზე მწყდება გული, იცი, აი ერთი რაღაცისთვის არ მრჩება დრო მარიკა. აი ამ სიმპოზიუმზე სასიარულოდ. აღარ მრჩება დრო ამ სხდომებზე, რა ვქნა და კიდე, ხო? ისა, ბეღურა, გერჰარდს რა ვაჩუქო? გერჰარდი? გერჰარდ ფრიდემან ფონ შტაინმაიერი, მარიკუნა, ჩემი გერმანელი კოლეგა, ექიმი. გერჰარდი, კაცო. გერჰარდი არ გახსოვს გერმანელი ექიმები რო იყვნენ აქ ჩამოსული 2 წლის წინ. იმის სიმპოზიუმი რო იყო, კაცო. ფოტოდინამიკა. შენ გაიხარე ბეღურა, მაგის დამფუძნებელს აღარ ახსოვს ეგ სახელი, შენ რო დაგამახსოვრ და ნიჭიერი ხალი ხარ. ხო და გახსოვს მაგას მეგობარი რო ყავდა კიდე გიუნტერი.
ხო, მე გერჰარდი გუნტერი რომ წავედით რომ დავთვერით ერთად ლუდით, არყით, მე რომ მოვედით აქ და რომ ვღეროდით სადარბაზო. ხო, მახსოვს. ბევრი რომ დალია რომ დათრა და მე დათოს ნახატი რომ ნახა ძალიან რომ მოეწონა და რომ იყიდა, ხო? აი გერჰარდი. მოიცადე რა ერქვა იმ ნახატს? ზღვა, გემი და გამხთარი თოლია. ისე მარიკა, რანაირად დახატა ის თოლია? მართლა რა გამხთარი გაძვალტყავებული, გაუბედურებული იყო ის თოლი? აიმე, შენ რომ მაგას ხაზე იტყვი? იცი რა, მომწინე, შენ გირჩევნია ახლა ამ იუმორის ფრქვევას, ამ მასხრობას და ზოგ-ზოგი ერთი პარაზიტოლოგის აყოლას, ხო? შენ გირჩევნია ახლა მითხრა, რა ვაჩუქო კაცო? ის კაცი ელოდება ჩემგან საჩუქარს. ჩვენ ქართველებს ხო გვიყვარს საჩუქარი რაღაცა. ვაჩუქე, ყაბალახი აქვს. სვანური ხუდია, ხო? აი ახლა რა ვაჩუქო? მირჩიე გირჩევნია. აჰა. რა ჩუქო? აბა რა? ირაკლი. და მაცივარზე მისაწებებელი ხევსური რო აჩუქო? თამრი, ხო, კაი, სიტყვას აღარ ამოვიღებ, არაფერს აღარ შეგეკითხები, თამრი, რა სიზულელია და ხო, თავარია შენ შვიდობით ჩამოხვედი და მე რა მაქვს ახლა სანერვიულო. თავარია შენსკენ შვიდობა. კაი, ვაიმე. რაჭის, მაგას, რაჭის ქეთება. ვიცი რა, ქვაქვს აგდებული და თავი შეშვება. ეგრო რა ვიცი, აი ესე მითხრა ლაშიკო გათხოვებაზე მეორეჯერ აღარ დამელაპარაკო, მე თურმე ბედი არ მქონიაო. კარგი რა ქეთევან, კარგი მართლა და მართლა. როგორ მაგას ბედი როგორ არა აქვს. ხალხი თოვლის ბაბუას ეხვეწება, ახალ წელს იქნებ რამენაირად გავთხოვდეოდა. მაგას თვითონ თოვლის ბაბუა ეხვეწებოდა, ცოლად გამომყევიოდა, ბედი არ აქვს. იხდება ეს იუმორი, რამდენს ვეხვეწებოდი ჩემდას დაო, კარგად დაფიქრდი, აწონდაწონე. რაღაცა ხო ამხლა გოგო ხარ, სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ამან კიდე ნიკა, აღარც ნიკა და აღარც ვახო. ისე ხლა კეთებან. მაინც ახლა რა, აბა რა ხნა ეკნა თამარს რა. შეხედა ვახოს და დაინახა ეს ვახო და რაღაცა გაიღვიძა ძველმა გრძნობამ. მაგრამ ამ ახალმა კი არ დაიძინა. რა ტიპი ხარ, ამათიც გამყირვები, ამხელა კაცები არიან რა. ჯერ ნიკა მაიტეხა, თამარმა გადაწყვიტოსო და მე ახლა ეს ვახოთ, თემერმა გადაწყვიტოს. რა არის რა, ან სერიალი არ გინახავს, ან დრამა. ვიცი. ან ისტორიული. ხო, კარგი ხარ, შენ მიდი, გაერთე, მიდი, გიხდება იმაში. ეხლა კეთებან კარგად დაფიქრდი შენ და ისე მიპასუხი არ იჩქარო. ხო. რომელს უფრო ემხრობი შენ? ნიკას თუ ვახოს? მე? რატომ უნდა ვახო? ანიკა. ერთ-ერთი რომელიმე. ნუ რა დიდი დაფიქრება ეხლა მაგას. არანოს SMS-ია. ნო? კარგი რა, კაცო, კარგი რა. რატო აგზავნის ეს გოგო ამ ქართული შრიფტით? არ წნის ეს ჩემი ტელეფონი რა. ეს 20 გავიგე, 20 წერია აქ გავიგე, მაგრამ ეს კუბიკები რა არის? რითი რა გავიგო ამ კუბიკები? უი. ჩემთანაც მოვიდა. უი, ანანოს SMS-ია. რაო და 20 წუთში სამსახურში მივალ და Skype-ით დაგირეკავ. მივხვდი კეთევან, მივხვდი. აი, აკაცოცი, მანდაცოცი, აი რა ხდება ახლა, იცი? მაგრამ გახსოვს შენ ახალი წლების პერიოდში რომ მეგობრები რომ მოგნიშნათ ერთად რომ აგზავნიდა SMS-ებს და რო გილოცავ და გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ შობასო. გილოცავთ ძველით ახალ წელს. გილოცავთ ნათლისღებასო და ხო გახსოვს ეს. ხო და ახლა აგზავნის SMS-ებს და ეს ეთყობა დაავიწყდა რომ მოეხსნა რა, ეს არ გამორთო. და ახლა რასაც აგზავნის ჩვენ მეგობრებს ყველას მოგრის მაგის SMS-ი. მოვიდა ჩემთან. კი. 3 კუბიკიანი SMS-ია ეგ. შენი რა გავიგო არ ვიცი. მე ჩემთანაც მოვიდა. აი იქნება რა, აბა რაო. მე ვიცი რა, უნდა დავურეკო, უნდა ვუთხარო გამორთოს. ო, გამორთოს. აიმე. არ უნდა გამორთოს. მეც. რამე? ლაშა დაფიქრდი ახლა ანანო ვიღაცას მიწერა მეც. იხა წარმოიდგინე ის ვიღაცა რას მოწერდა? რა ბევრი რამე შეიძლება ვქეთება. ფშია მეც. მივცოცავ მეც.
კარგი რა, არა ლაშიკო, მე ქალური ინტუიცია მკარნახობს, რომ ეს მეც ის მეცია. ხო და სანამ ეხლა არ გავარკვევთ ხომ, ანანომ არ უნდა გამორთოს. აი ეხლა მოიცადე, ყველას გავაფრთხილებ, ყველას გადავურეკავ. მოიცა კეთევან ეხლა უხერხული არ არის, ან ნუს SMS-ები რომ უნდა წავიკითხოთ? ტოტალური მოსმენებია ქვეყანაში და მე რო ეხლა მეგობარს მოვუსწრო რა მოხდება. ირაკლი. და სანდრო მიცის ლონდონში რომ მიდის. რა ხომ, მარიკუნა. დაიწყებს ახლა ჭკუის სწავლებას. არა მარიკა, მაგას ახლა მაგისთვის არ ცხელა. რატო რა ჭირს? რატო და ვირზეა შემჯდარი ქვა აქ აგდებული და თავი შეშვერი. როგორ და ხვატეხილია ეგ, ცოლი უნდა მოვიყვანო, ხო, დღესაც დამირეკა, ცოლი უნდა მოვიყვანო, თქვენთან უნდა ამოვიდე სახშიო და ჩემი მორიგი შეყვარებული უნდა გაგაცნოთ. ეს ის გოგონ ყვინთავი რომ არის? არა. მაგას დაშორდა, ეგ ყვინთავია, მე მაგას საბდიო. ანუ ახალი შეყვარებული ყავს. ხო, მარიკუნა, ახალი შეყვარებული ყავს და რას ვფიქრობ, იცი? ეს სიყვარული ხო ბრმაა? თან მე მგონი ცოტა ვერ არის. ირაკლი, საღამოს მე სახში უნდა ვიყო. და ძალიან მაინტერესებს სანდრო ამჯერად როგორ გოგოს მოიყვანს. მოიცა, სახში უნდა იყო, შენ არ მედიხარ კაცო პარლამენტში ქუთაისში? არა, დღეს აქ მაქვს საქმე პარლამენტში და ისე მიხარია, რომ დიდხანს გზაში არ უნდა ვიყო, რომ გიждდები. მარიკა, დამიჯერე, უსწავლის გამზირავდე, უფრო დიდხანს იქნები გზაში, ვიდრე. ხო, და კიდე ეს ანანო ვერ არის ცოტა. მომწერა მისი რა ქვია 20 წუთშიო სამსახურში ვიქნებიო სკაიპით დაგირეკავო და რაღაც საქმე მაქვსო შენთანო და გეხვეწები რა არ შემილია მე ნუ მალაპარაკებ გამაგიჟა მაგოგომ დაურეკე რა უნდა ერთი დაიგე მე მირაკლი ეგეთი მესიჯი ჩემსაც მოუწერია რა ხდება მარიკუნა ის აქვს ჩართული მაგას ერთი და იგივე SMS-ი ყველა ახლობელთან რომ მიდის ის აქვს ჩართული და ეთყობა არ გამორთო ახალ წელს რო ჩართო, ახალ წელს ხო მოგვილოცა ყველას. ვეთყვი გამორთოს. რა გჭირს მარიკა? მეც. შენც ეთყვი? მეც. მეც. რას უნდა ნიშნავდეს ეს? თუ კაცური ინტუიცია არ მღალატობს. ეს ის მეცია. თები რომ კონდეს, იცი რას ვიზავდი? თები რომ კონდეს, იცი რას ვიზავდი, მე 20 წუთში სკაიპში ჩამოვალ. როგორ მიხდის ხარბუნია. ხარბუნია. ხო და ქალბატონო რო გამოვალ ლონდონში პაბიდან შეზარხოშებული მიყვარს მე იქაური ლუდი მოგეხსედებათ ეს ტაქსს რო გავაჩერებ ამ ტაქსში პირდაპირ უნდა ჩავხტე არა გინაცვალე უნდა მოვუარო გვერდიდან და მშვიდად და წყნარად უნდა ჩავჯდე იმ ტაქსში მეორე მხრიდან იმიტომ რომ ლონდონში მოძრაობა მოიცა რა ეხა ამდენი ტყვილად ვილაპარაკე კაცო გამარჯობა ქალბატონო ეს რა მაისურია ეს ირაკლი. აგიხსნი. ჩემს სამექმარს ხომ ფილტვის კი მქონდა. ნაპატიეთ ხალხო და ჩაგეძიებით. თქვენი მესამე ქმარი ხო გულით გარდაიცვალა. გულით გარდაიცვალა, როცა გაიგო რომ ფილტვის კი მქონდა. ხოდა ამას წინათ ინტერნეტში მაგ დაავადებაზე რაღაცა ინფორმაციას ვეძებდი და სულ რაღაც სერიალს მიგდებდა. მე ვფიქრე ერთი ნახავ რა არის მეთქი და ჩამითრია. რას ლაპარაკობ? ისე ჩამითრია მეორე სეზონზე ვარ. ირაკლი, მოდი რა შენც უყურე და მე განვიხილოთ ხოლმე. კარგი რა ქალბატონო რა სერიალს უყურო? კარგი დათა თუთაშხიას მე სერიალი არ მინახავს. რა სერიალს დავუყურო? სხვათა შორის დათა თუთაშხიას გავს. რითი? თავარი გმირი ადამნაშავე და ნათესავი პოლიციელი. აჰა. მოკლედ რა. ეს Facebook-ი უნდა გავაუქმო. რატო?
ამ ჩერჩეტი როსტომაიაზე. ლონდონიდან რა ჩამოგიტანო? ეგეც მოდის ლონდონში, ხო? სამეცნიერო უნივერსიტეტიდან როსტომაია მოდის, ხო? მობრძანდება. ჩერჩეტი. ქალთანო, მაგას ცოლი ხო ყავს? აბა რა ყავს? კარგია, ვიჭორავებთ იქ თქვენზე. ქალთანოა და გოგი სად არის? გოგი სად არის და წავიდა კომისარიატში სამედიცინო შემოწმებაზე. რა სლაბარა? თან წუწუნებდა. რა? რა გინდოდათ, რას მერჩოდით რომ გადამიყვანეთ პედიატრიაშიო? მორგში ვინ მიპოვიდაო? მაგა რა გააკეთა, ხო იცი? რო დაურეკეს პირველად. ტელეფონში იცი რა უთხრა? მე ვერ მოვალო, ხოლო ბაბუა მომიკვდაო. მე მთელი ქალაქი მირეკავდა გოგის რა მოვიდა ირაკლიო ხო კარგად იყო ხო ჯამთელად იყო რა დაემართა გოგის უთერ მეორეჯერ რა გააკეთა იცი ჩავიდა ქვემოთ ჩვენთან ტრამატოლოგთან ჭუმბურიძესთან ხო წავიდა ხო ჩავიდა და იმ ჭუმბურიძეს რაც კი ქონდა თაბაშირი ფიქსატორი საფენი სახვევი ყველაფერი ერთ ფეხზე დაახვევინა და ესე მიბობღდა იმ კომისარიატში და უთხრა რომ კიო კი მინდაო რომ წავიდეო ჩემი სამშობლოს სამსახურში ჩავდგეო მაგრამ ნახეთ ამ ფეხით როგორ წავიდეო როგორ წავბობღდეო და აი ესე ამ ჭუმბურიძესაც ხო მეტი არ უნდა და დღეს ეთყობა ვერაფერი რო ვეღარ მოიფიქრა, ფეხების ტყაპატყუპი წავიდა. იქნებ იქ მისვლამდეო, ტერფები მაინც დამიფრწყელდეს. მშვიდობა და სიხარული, ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, კარგად იყავით, გენაცვალე, გამარჯობა. ნონორი არ გასცენებს ხო ეს როსტომაია, გაყოლოდი კაცო, ცოლად და მოსვენებული იქნებოდა რა. რანაირად გაყვებოდი, ახალი დაქურივებული იყავი და ახალი გათხოვილი და არ გამოვიდოდა ეს ამბავი. და მენახე ერთი რა ის ჩალი ჩაპლინი გრაფ მიჯღობიალებული მაცხოვრი. ჰეიზენბერგია. აო. გამარჯობა ნოდა. გაგიმარჯოს შენ გენაცვალე, გამარჯვებულმა იარე. თუ გახსოვს მე შენ რო გეუბნებოდი რომ ლონდონში რო ჩახვალ ნაღდი ინგლისური ჩაი ჩამოვიდანეთ. ხო გახსოვს? აღარ მინდა. იშოვე? არა, აღარ მიდიხარ. ვიზა არ ჩაგირტყეს. რა? აი ეგეთი ამბავი მოხდა. მოკლედ შეუცვლიათ კონსული და იმ კონსული, რომელიც ვიზას არტყავ და ეხა სხვა დაუნიშნიათ და აჯანდაბა კაცო. აი, უკაცრავ. ისმით სხვა კონსული მისულა, იმ სხვა კონსულმა თურმე თავიდან უნდა განიხილოს ვის ეთყუთნის ვიზის ჩატყმა და ვის არა. მოკლედ ვერც ვიზას გიკეთებთ და ვერც ის რამე, ვერც ისეთ საქმეს რომ ვიზა გაგიკეთდეს. მოიცა, ანუ რას მეუბნები ახლა შენ რომ შეიძლება მე ლონდონში ვერ წავიდე? შეიძლება რა არა ვიცი. მოიცა და რო დაურეკოთ ამ იმას კონსულს ან იმას რო დაურეკოთ საქართველოს კონსულს იქ ან იმას ვიღაცას რო დაურეკოთ დაჯექი შენი საქმე ისია წყალწაღებული ხავს ეკიდებოდა მაგრამ ხავსიც რო რა გაგშე გაჭირებულო სულ ყველაფერი არის იმ გოგოს ბრალი რა ფერაზო საზოგადოებასთან ურთიერთობის რაღაცა რო არის რუსკა მაგას და ჯანდაბა შეყარებული ყოფილა დაბოჯიალებული ვიღაცა ბიჭზე თურმე და ორი კვირა ედო მაგიდაზე მოწვევა სიმპოზიუმის მაგრამ არ ჩახედა და არ დაინახა და თურმე დაფრინავს და ეს ცაშია და ის რო დაფრინებს შენ ვეღარ გაფრინდი თორე იმას რო ეფრინებ შენ გაფრინდი არაფშუტა ანუ ეხლა რა როსტომაია რო ჩავა იქ და მე რო ვერ ჩავალ ეს იქნება სირცხვილი და თავის მოჭრა ორ სიტყვაზე ავედით უკვე და რა გამოდის ახლა რომ რუსკას გამო მე ლონდონში ვერ მიფრინა გეუბნებოდი შენ მე მაგ გოგოზე თავს მოგჭირს ხო მაგრამ არ მისვენდი შენ არაფერი მაგ დაგვარი არ მახსოვს მე შენგან არ მისვენდი და ნო ეს კიდე ვინ არის ანანო მე სხვანაირად მომენატრე ზღაბრუ ეხლა ლონდონის სახე მანახა ამესებს რო წაიგითხავენ და არც ლონდონი მინდა და არც საუთჰემპტონი ხო ქეჩინო ხო კარგი ხო მეც მომდის რაღაც SMS-ების ღარიბზე კაი არ ვეტყვი ხო კარგი არ ვეტყვი სანამ არ გავიგებთ ვის წერს ამ მესიჯებს არ ვეტყვი ხო რაო რას გებურთხუნება ეგ თავს ტელეფონში ვერ კითხულო წააკითხე მერე შენ ტელეფონში კაი კარგი ხო კაი გემრიელად მიირთვი თამარ მადლობა რომელი იყო შემოსული? ორივე გიწევს თამარ. ტელეფონზე ვურეკავთ არ გპასუხობს. რას მეუბნები? ნიკა იყო შემოსული 4ჯერ და ვახო 5ჯერ. იმან გადაასწრო? რომელი რა თქვა? რომელმა? ნიკამ თუ ვახომ?
რა მნიშვნელობა? რაში მაინტერესებს ერთმა თუ მეორემ, რა მნიშვნელობა აქვს? ზურა. ზურა? კახეთში გავიცანი ზაოდობაზე. უკვე თაბარ? რა უკვე. მეღვინია და მეხმარება იქ რაღაცებში. ალო, ხო ზურა? ხო. მომცემს მშვიდობას აბარა იქნება. რაო? წკრივებს შორის რა დავთესო? ლობიო თუ კიტრი? შენ უფრო არ იცი ეგ? მე მოვიფიქრო და დაგირეკო? ხო, კაი. კარგად ვიქნები, კარგი, ხო, კაი. ისე როგორ უცებ იცვლება ყველაფერი არა თამარ? როგორ? ერთი თვის წინ ის უნდა აგერჩია ნიკა თუ ვახო და ეხლა კიდე ლობიო თუ კიტრი. გამარჯობა. გილოცავ კიდე უფრო ძველით ახალ წელს. ის მითხარი რა Wi-Fi-ის პაროლი. სულის კოკობი 1-დან 9-მდე. რა ხდება, სანდრო? რა ხდება და ანა რომ მომწერა 20 წუთშიო შემოდიო Skype-შიო სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკო. ხოდა, ახლა კიდე რეებს წერს. შეხედე. რაობა? როგორ მომენატრეო? ჩემო ზღარბუნიაო. ანანო. მე მგონი მაგან გაიგო ცოლის მოყვანას რო ვაპირებ და მომაყარა SMS-ზე. ის არის ის შანსი რო არა. არა, სანდრო, შენ არ გწერს ამ SMS-ებს, სხვას წერს და ჩვენთანაც მოდის. სხვას წერს? მე უნდა უთხრათ. არა, არ უნდა უთხრათ. მოიცა როგორ არ უნდა უთხრათ, უნდა უთხრათ, მე ვეთქვე მაგას. არა, სანდრო, მომისმინე ერთი წუთი, არ უნდა უთხრათ და რატომ არ უნდა უთხრათ, გეტყვი ახლა. ანანომ თვითონ გთხოვა და გაგვაფრთხილა, რომ მეო რაღაც SMS-ებს მოგწერთო და თქვენ არ მომაქციოთ ყურადღებაო, ხო, არც ის მკითხოთო, რატო გწერთო, საერთოდ მომაქციოთ ყურადღებასო. მე დაიღლები და წერით და გაჩერდებათ. ხო, რაო შენ ცული მომყავსო? ხო, თამარ. ოჯახი მინდა შევქმნა. ოჯახი არის საყრდენი. ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო. ეს შენ თვითონ მოიფიქრე თუ რამე წრეზე დადიხარ? რა წრეზე? ამასთანაც იცი რომ ფილმს უყურე? აი, პარიზში როა ტაქსისტი ქართველი. მე მაწონს რო ყიდის და ფერფლად რო იქცევა. ხო, ვაიმე, მაკინას რო უყურებს, უმეტირება ხოლმე. სულ ეგეთი სატირალი ისენია, მომენტე მეც აუმე რომელზე მეტირება, იცი? რეუბნება რომ ჩვენი შემოსავალი 400 ფრანკია. რა ვიცი, ცოლი უნდა მოვიყვანო და ეს კინო რა შუაშია, სანდრო? შენ გამაგიჟებ მე, რას ქვია რა შუაში, აბა ცოტა დაფიქრდი. აი, მე ხომ ყავს შვილი, ლუკა. როგორ არა ყავს, ყაზი, გადასარევი ბავშვია. ხო და მე რო გავიგე რომ შვილი მყავდა, ლუკა 7 წლის იყო, ხო? ო, ვაიმე, რა დამავიწყებს მაგ დღეს გიჟივი დარბოდ. ფესიგირეცე. ხო და ლუკა ხო საქართველოში არ დაბადებული. არა. ხო და მე მინდა რომ ჩემი შვილი გაჩნდეს აქ, ჩემს ქვეყანაში, აქ გაიდგას ფესვები, აი ხე საიდანაც იზომე. სანდრო, შენ იცი ოჯახი რა არის? როგორ არ ვიცი, ხრამია. სანდრო, ეხლა ვერ ხვდები, მე მოიყვან სოლს. მოითხოვს ბევრ რამეს. მოთხოვნილებები გაუჩნდება, ვერ შეასრულებ. მე დაიწყებს ჯიჯღინს, მოგიშლის ნერვებს და მოიცა, თამარ, შენ კი არ მომყავ ხარ ცოლად. შეიჭრილე რა. აი თუ ესე გაინტერესებს, დღეს საღამოს ირაკლისთან უნდა მოვიყვანო და მოდი და გაგაცნო. აი? იდეალურია. როგორ მენატრება ის ძველი დრო? რაზე ამბობს? საბჭოთა კავშირზე ალბათ. ო შეგარგოს ხალბატონო ნონორე ყანკრატოდან საკლაპა მილამდე სულ სიკეთით ატაროშე. ვიცოდი რომ ეს გოგო ესე დაამთავრებდა ეს რუსკა გაუშვი სამსახურიდან. რას ლაპარაკობ? ასე პირდაპირ გაუშვი გაგოფრთხილებინა მაინც. შენ გონია არ გავაფრთხილე? ჯერ ერთხელ გავაფრთხილე. და აი რა დაემართა. არა, გასაგებიანო და ეს ყველაფერი, მაგრამ ვიღაცა ხომ ავიყვანოთ ახლა ამ თანამდებობაზე. ხა მე კი მხარს ერთი ორი ნდობით აღჭურვილი პირი, მაგრამ მართალი რო გითხრა, ჩემ თავზე უფრო ვერავის ვერ ვენდობი. ხომ მივხვდი ახლა ბრძენი კაცი ხარ.
ვერა? საზოგადოებასთან ურთიერთობა მე რო ვიცი ისე უნდა. ნოდა. ხო, მაგრამ ერთი კაცი ახლა შენ ამ მესაქმეს როგორ გააკეთებ? აი ძალიან მაინტერესებს მითხარი. 12-მდე აქ ვიქნები. 12-დან 3-მდე იქ მივალ. 3-დან 5-მდე მე ფიცრალობით რაღაცა გამოჩნდება და მივხედავ ჩემი. ისე თავის დროზე რო გადამეყვანა ჩემი თავი მე იმ თანამდებობაზე შენ ახლა გასაფრენად გამზადებული იქნება. აჰა, თქვა, ისე მწყდება გული რომ ჩვენი კლინიკის წარმომადგენელი არ იქნება იმ სიმპოზიუმზე. მე კი ვიცი, ვის შეგვიძლია რომ იყოს ჩვენი კლინიკის წარმომადგენელი სიმპოზიუმზე, ვისაც აქ ვიზა გაშანშალებული, მაგრამ რა ვიზა? 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 მაისამდე ჩარტყმულია ტკიცინა, სისინა ბრიტანეთის ვიზა. მე როსტომაიასთან ერთად არსად არ წავალ. ხალბატონო ნონა, მე მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ხას უსვავ, ჩვენი კლინიკის პრესტიჟი უფრო მაღლა დგას, ვიდრე თუნდაც როსტომაია. კარგი ირაკლი, შენი ხათრით. გავგიჟდი კაცი რა ლონდონში უშვებთ, აქეთ უნდა იყო მადლობა. ხალბატონო, მოკლედ ახლა ჩელსი არსენალის ბილეთი თქვენ აღარ გჭირდებათ, ხო? გაგატანთ მისაწებებელ ხევსურს, ხო? და იქ დაგხვდებათ ჩემი მეგობარი გერჰარდი შტაინმაიერი, ფონ შტაინმაიერი, ხო? იცნობ თქვენ დოქტორი მედიცინის სპეციალისტი, არაჩვეულებრივი წამყვანი სპეციალისტი თავის საქმეში, მოგეხსენებათ ბატონო და უცოლო კაცია სხვათა შორის, სიმპათიური, კი, ფულიანი, ესეთი წარმატებული ბონში აქვს სახლი ბახის სახლ-მუზეუმის გვერდზე, ზედ იქვე, ხო? ხო და გადა მოვიდი მე და ჩავაქვევით იქნება. მოდი კაცო, მოდი, სათხემი ჩახვა, მოყევი რა ხდება, მიდი, უცა. რა ხდება და ჯარში მივდივარ. კომისარიაზე უთხარი ეს მჭირს, ის მჭირს, მაგრამ არაფერს შეავმოწმეს და ნორმალური ხარ. სასწაული. აი ნახე. ბატონო, ჩვენ შეგვიძლია წყნარად გვეძინოს, როცა ვიცით რომ ქვეყნის სადარაჯოზე დგას გოგი და ძინავს. გადამაგდებს კაცო ამის შიშით. შვილო, დაბოეშეს ვერ უთხარი ვერაფერი შეგაჭირები. კი, როგორ არა, დაურეკე, უთხარი ვარგისი ვარ და რამე მომიხერხებ მეთქი და რა მოხერხება უნდა. მაგას შვილი მომესწრო და 400 კაციანს უფასია. იქნებ თქვენ მაინც უთხრათ რა, მე რა ირაკლი. მე რა უნდა უთხრა, ბიჭო, მე უნდა ვიყო თამადა მაგის უფრაზე. ხალხს მაინც დავემშვიდობები. ესე იგი ნახე. ნონა მიდის ლონდონში და მე ვრჩები აქ თბილისში. ირაკლი, ხო გაგიგია. ჭირი იქა, ხინი აქა. მესმის. უი შენგენაცალეს მენაში და სახმოსიმებში ძენი რო ხარ, ძენი. გააგიჟდებიან ინგლისელები ეს რო ჩავა 3 ეთიდან გამოყვა. მისმი. ჩაის ხო ჩამომიდა ლონდონიდან. დუღარეს. კარგი დედა რა. კარგი რაჭია ყავს, ეგ საინაღა მოიტანა ახლა. კარგი დედა, წავედი. მოვიდა. ის. ხო, ეგ რო ყავს. კარგი. კარგი დედა, კარგი. რაო დედამ. როგორ არიანო მამას ბასიბუსებიო, ჩხუბობენო, გააგიჟეს ხო შალბოვნა ენაცვალოთ მამა. არა, ერთხელაც არ უჩხუბიათ. მშვენივრად ერთობიან და საერთოდ რას ერჩით ამ ბავშვებსო? ბავშვებიც მოაჯადოა რა. ანანოა. მარიკა 2 წუთში წამოვალ შენთან. აი, მოვა ახლა და გავარკვევთ ყველაფერს. ეხლა ეს SMS-ი იმ ზღარბუნიასაც ხომ მიუვიდოდა. ირაკლი, მე დედას ვუთხარი შენაც დამაბარე და შენ რო ლონდონში იქნები, დედა მოვა ჩვენთან. არა, ჩვენთან არა. დედა უნდა მივიდეს ჩემ მოადგილე ნონასთან. ვიცი, რომ ლოგიკური შეკითხვა დაიბადებოდა ხალბატონო მარიკა და მე შევაგებებ ლოგიკურ პასუხს. იმიტომ რომ შენ ქმარს პროფესორს, თავი რო მქონდა პროფესორი ვარ და სასწავლენ და ვიზას ჩამირყავენო, არ მიცეს ვიზა აღმოაჩნდა ნონას, ნონა მიდის ჩემ მაგივრად ლონდონში. ამიტომ დედა შენი უნდა მივიდეს ნონასთან. მართლა არ მითხარ? მართლა. ხარბუნია ეს SMS-ი მარიკასთვის უნდა მიმეწერა და შენთან გამომიშვია. ვაიმე, ეს ხარბუნია გამაგებინა ვინა. ვაიმე, მარიკა არ იცნობ ანანოს. რას გავუგებ მაგას? შეიძლება მართლა ზღარბს წერს ამ SMS-ს. და ის ზღარბით პასუხობს, რა ვიცი. ერთი წუთი.
მოვედი. რა იყო? მარიკა 2 წუთში წამოვალ შენთან. ეს უნდა გავაკლიოთ, ვინ არის ის ზღარბულია. აბა, ნახე. მარიკა 2 წუთში წამოვალ შენთან. ბარამე. და რა ის რომ იმდენი საქმე მაქვს ამ კახეზე და ამ ვენახზე იმდენი საფიქრალი თუ სხვა რამეზე ვიფიქრებდი კი არ მეგონა ირაკლი მაგრამ ეს SMS-ი რომ მომივიდა აქ რომ არა მოვსულიყავი გულმა არ მომითმინა გულმა თუ ცხვირმა? ცხვირმა რა ცხვირმა არ მოგითმინა რომ სხვის საქმეში არ ჩაგეყო. მოიცა იცი მივხვდი ჩემი ჭირი შენ რა? რა იყო? 6 კუბიკი, ორიანი, 7 კუბიკი, 5 კუბიკი. ორიანი რაო. ეს ორი რაო, ორი. ორი რაო და იქნებ ამ ლაშამ 2 კაპიკი გაიმეტოს და წესიერი ტელეფონი იყიდოს. კარგი რა, ირაკლი, კარგი და რაო. შემაქო ამოხვედი ბავშვებს ვინ დააძინებს? ერთმანეთს დააძირებენ კეთება. რანაირად? დავიღალე მე აღარ შემიძლია. რაც კი ეს ზღაპრები ვიცოდი, ყველა მოუხევი. დევი არ დავტოვე ცოცხალი. მე ვიცი ვისაც SMS-ი ჯება ანან. მე ვიცი ვისაც SMS-ი ჯება ანან. ვინ? ვისდა? აი, შეპატარა ზღარბუნია. აგე ვისდა მარიკას, ნახე? მარიკა 2 წუთში წამოვალ შენთან. რა? რომის 1 წუთი გეხვეწები რა. ის გოგო მოიყვანე? სად არის მოიყვანე? რა გამაგიჟებ შენ მე მოვიყვანე რა, ხო უნდა გავიცნო ჯერ და მე მოვიყვანო, ხო რა. აი ეს არის იუმორი. ეს არის იუმორი, აბა ეს კი არ არის იუმორი, იუზავალი. ჩემ გაგაცო რა. რა ვიცი. ისედაც დაკარგული ვარ ამ კუბიკები. ეხლა ირაკლი არ ნერვიულო, აუხსანი როგორ უნდა მოვიდეს 2 წუთში მოვა აქ. და სანდრო მომისმინე, ესეც ყინთავია? რა მყინთავი ქეთევა? აბა რა საქმიანობს? აქ მოდის. კარგად გამოიწერეთ. SMS-ი მიიღეთ რამე? არა. ველოდები რა უნდა კითხო იცი? აი ის რო არის, ჩიტი. ოღონდ ტრედზე ცოტა დიდი როა. კი არის პრეზიდენტი ჩიტები. და ნაძვის ხეზე რო ზის ხოლმე და შავია, ოღონდ ყვავი არ არის. რა ქვია? რამდენია სულა? რა 100 ირაკლი. ყორანი. ხო, ყორანი. აი, შეხედე? სად არის? ხედავ, აი მაგ ყორანმა რა მიქნა, ნახე. ვაიმე მარიკა გეხვეწები შეიყვანე რაღაცა აურჩია ჩემი ტანსაცმელი სიცხვილია მოვა ის გოგო ასე ხوار დახტება რა დროს ყორანი იყო ეხა მიდი მოვიდა ჩემი არ ხსნის და აბა ეს ლექსი შენ დაწერე ზღარბუ და სმაილი რა არის ეს კოცნა თუ ენის გამოყოფა ორივე ერთად აი მე ხოდა ეხლა რა საინტერესოა რა ლექსი მიწერა არ ხსნის ჩემი და აბა შერაგაცინებს რაო კუბიკებმა რა ვიცი რა მაცინებ წამაკითხე სანდრო რა მოგაკითხე მე კითხები რა რომი ქალაქია და მაგის წინ ძიმი არ იწერება რა გაცინებდა თქვენ დიდი ხანია ეგ ტელეფონი გაქვს რავი 1-5-6 წელიწადია ო აი გინდა გითხრა ქართულ შრიფტს რატო არ ხსნის რატო აი არა აქ ამას თამარის ფილმი ნანახი იმიტომ რომ ეგ ტელეფონი დაბერდა გაიგე და სადაც ააწყეს ისენა აქ დამახსოვრებული მიდირა შენ ის ყორანიო თუ რაღაცა ის გამოიცვალე რაღაცა უნდა გამოგეწოლა ყორანმა უკან რაღაცაო აბა არ ხსნის ჩემი და გინდა გითხრა რამ წინს შენგან? აჰა, ეხლა უკვე გავიგებთ რომელ ზღარს ეტყვის პეპელა. ჩემო ტელეფონმაც გახსნა. გრანდიოზული ფასდაკლება.
აბა, ახლა რა ჟაკეტია? სანდრო, ეგ მარიკასია. რა მოხდა მე მომეწონა და. მარიკასია მიდი კაცო. აბა რაო, არც ახლა არ გახსნის, ხო ვიცი? აჰა, არ ხსნის. ანგარიშზე აღარ მაქვს, ჩავრიცხავ და მერე მოგწერა. აუ, ეხლა რა? კარგი, დავისვერებ მოიცა, მეგობრებო. ერთი წუთი არ არის ეს სანერვიულო მაცადეთ, ახლავე ექნება ანგარიშზე. მარტო შემოგწე რა? ვაიმე! ვაიმე რაო პეპელა მრაზე არა, ანანო არ არის. ეს ის გოგოა ბავშვებისთვის რომ უნდა ავიყვანო. მრაო თავისუფალი დრო გამომიჩდა, შევხვდეთ და პირობებზე დავილაპარაკოთო. მაიმე გეხვეწები რა, მაგ პირობებზე რომ დაელაპარაკებ, უთხარი რომ ბავშვებიც უნდა დააძინოს, თორე აღარ შემიძლია მე რა. მაგას ეხლა მე ვერ მივწერ. ეს ნახეთ რა, ხო მაგარი წითელი პიჯაკია, ხომ ხდება ეს? რომელი პიჯაკი, სანდრო? წითელი კაცო. არ ჩავიცი. მეგობრებო, არ ინერვიულოთ კავშირი აღდგენილია. მოვიდა კიდე, აბა, რაო, აბა. შენ ჩამირიცხე? ეხლა ეს რო ეთქვის რომ მე არ ჩამირიცხავსო, არ მიხვდეს და რამეზე არ იაჭვიანოს იმან. მით მოვიდა ხო? რატო შეწუხდი? მადლობა ზღარ. ბიჭო, არ შეიფერა? იმა? ო, ანუ ვიცი. ესე იგი, მომისმინეთ ეხლა. თუ ეხლა ეს ანანოა, ჩვენ ტელეფონს ყველა ვუთიშავ ძარს. აქ შენ ტელეფონს ზარის გათიშვის ფუნქცია. გავარჯვა, ყველანი აქ ხარ. რა მოხდა? რაღაცა მოხდა, ხო რატო ხართ ყველანი აქ? რატო შეიკრიბეთ? შეკრებილები შეკრება ჩვენა? ყველანი რა, ლაშა უკვე მიდის. ხო, მიდის. ლაშა, წადი, თორე ყველანი ვარ შეკრებილები, წადი. მივდივარ რა, რატომ მივდივარ რა? იმიტომ არ ჩეკრებილები რომ ისა, თამარი ხო გაშორდა ვახუშ. რა ისა, ნიკას რო გაშორდა, ასე ვენახები ხო იყიდა და მოდი ერთი შევიკრიბოთ ვენახები რო იყიდაო და ასე რა ვიცი. მართლაც ხო ირაკლი? მართლაც ხო რა? აი ჩემი ტელევიზორი, ეხლა ხო მაქვს ტელევიზორი. კარგია? კი. უი, ანანო, მოხვედი, აი ხა მოვა ჩემი შეყვარებული და გაგაცნობ. აი მაგითო ვარ ჩეკრები. აი ხოდი არა. რა მიმალანე სანდრო წარმოგიდგენია კაცო. სანდრო რა კარგად მოიფიქრე ყოჩა. რა მოვიფიქრე, კეთევან მართლა მოდის. ერთი წუთი უკაცრავად. აუ კაი რა სამბობდით ხალხო? ანანო, SMS-ი მიიღე. უპასუხე. ვიცი, მე რა უპასუხებ, არ არის პრობლემა. საით გაიცანი სანდრო, ვინ არის მოყევი ახლა? აუ ესო დაიწყებს შე. აი ეს მოიცოდე. ჩავთო? ანანო, ჯერ შენ უპასუხე SMS. მერე მე გიპასუხებ შენ. არა, იყო სანდრო, ჯერ შენ მიპასუხე გისმენ. არა, აი ეხლავე ჩემთან დასწრებით ჯერ უპასუხე. აი მეჩქარება სანდრო და მიპასუხეთ ხო გეუბნები. ვაიმე, ანანო, ეგ ისეთი მნიშვნელოვანი ხდება რაღაცა და ადამიანი შეიძლება რა უპასუხებ კაცო, უპასუხებ. ხო და მოვიფიქრო რა უპასუხო. უნდა თან დროც შეიძლება მოსაფიქრებლად და პასუხობს არა? აი მე თავი როგორ მიკითხა. რა ხდება? რა ხდება? რაფერი არა გელოდებით რომ მოიფიქრო გელოდებით რომ უპასუხო და მერე ხო ჩანდე? აჰა, გავაგზავნე. ხო და ხალხო. აი რა ხდება სანდრო? ლაშა შესაძამი ხარ, მოდი ახლა. სადღამი ხარ შენ? ისე პრინციპში მართალია მისამართი. მოყევი ახლა რა ხდება? ჩქარა ჰე. რა ხდება ანანო? აი რა ხდება მართლა და მართლა ანანო? აი ხო ხედავ სანდროს ხავს შეყვარებული. ხო. მე მოყავს აქ ჩვენთან და უნდა გაგვაცოს. კი არ დაგვაწყვიტა ნერვები ამ თავისი კუბიკებით კაცო. რა კუბიკებით ლაშა?
აი ბავშვობაში რო თამაშობ. დაგვაწყვიტა, მე ხო დაწყე. მე მოგწერ რაც მწყინს, ახლა აქ ბევრი ხალხი და დამიწყებენ ვის მესიჯებიო. აი მოვიდა მოდი რუს. მოდი. მოდი. გამარჯობა. სანდრო რა არის? რა გაცვია? რა ის ყორანმა არაფერი. ჩემი მეგობრები არიან თამარი, ანანო, ვაშა, ეს რუსო. ვაიმე რა კარგი გოგო, აბა რა გინდოდა ის მყვინთავი სანდრო. აბა რა ხდება? აი რუსკა? შენ აქ რა გინდა დღეს არ გელოდებოდი? ქეთევან? ხო, იცი რა, მე ერთი სართული თქვენ მოცხოვრობ, მე ჩაგიყვან და ყველაფერს დაგაცვალირებინებ. თამრი ეს ის გოგოა, ჩემი ბავშვების მოვლენად რომ უნდა ავიხარ. ეშლება ეს. რა მეშლება, ბავშვი ხო არა ვარ, ეს გოგოა. ერთი წუთით რა მომვლელი, ჩემი შეყვარებულია. სანდრო აგიხსნი ყველაფერს. უკაცრავად ორივე შემთხვევაში ჩემთვის ძალიან სასიამო. აბა მოვიდა ის რუსკა? ბატონო ირაკლი. მოიცა შენ შეყვარებული შენ და ვაიმე რუსკა კი ვარ შენზე გაბრაზებული მაგრამ ოხ ნოდა შენ რა გითხარია სანდროს შეყვარებული თუ ხარ ხვალვე დაბრუნდი სამსახურში და დაიწყე მუშაობა ხვალვე გამოდი სამსახურში დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. გაიხარე შვილი ირაკლი რა ხდება? რა ხდება ჩემო გეღურა და გაიცანით ეს არის რუსკა ჩემი კლინიკის PR მენეჯერი იარი რა გჭირს ეს გოგოა ჩემი ბავშვების მომვლელი. ეხა ერთი წამით რა თქვენ რა გჭირთ, რა PR მენეჯერი, რა ბავშვის მომვლელი, ჩემი შეყვარებული. აგიხსნი ყველაფერს. აბა დიახ, ისმენ. ანანოსაც ეს გოგო ხო არ მესიჯება. მიდი გააღე გავგიჟდი აღარ შემიძლია გააღე მიდი აქ ახარ დედა? რა არის დედა რა ხდება? დედა რა ხდება? საშინელება დედა. მამა სად არის კაცო? ჩვენი სახლის ქვედა სართულზე დედა. ხო და რა მოხდა თქვენი სახლის ქვედა სართულზე? რა არის? საშინელება. მაღალი გაკედა, მაღალი გაკესწნება. მე რა მოხდა? ხო და ამოვიდა ქვედა მეზობელი. ლამარა? ვიმე ლამარა მაგას დაჯანდა ბატედა. აღარ ინერვიულობ. აი დალით. აი მომიცი დავდით ეს და მე დავალე. დალევნე მაგითაც. თქვენგან ჩამოდის წყალი. ეგრე გითხრათ. და ჩაყვა მურთაზე. ჩაყვა დედა და ჩაყვა. ვაი. რომ აღარ გამოჩნდა ჩავედი მეც რა უნდა მეკრა. მეუღლე ბრძანდებით და უნდა ჩასვლა. რა ვნახე. ვაი მე ვნახე დედა ვნახე. ჩემი თვალით რომ არ მენახა. არა რაც გამომაპარე. მაინც მივხვდებოდი, მაგრამ რომ დავინახე ამ თვალებით დედა რომ. ეს დალიე დედა ეს. დალიე ეს დედა დალიე. დედა რა ვიცი. აი შვილი რომ ამას ემსგავსება კი გამიგია, მაგრამ მამა რო შულს კარგი არ შეგიძლია, ნუ შეგიძლია, დაწყრდი ისე მაშინ. ხო და უთხარი მე გამჩერებელი არა ვარ მეთქი დედა ჩავალაგებ არ კიდე წამოვედი დედა მოვდივარ და ვფიქრობ სად ვიყარ რომელ წყალში უნდა გადავარდეთ ხო და მოვედი თქვენთან ყვარი არ გადმოიარა ამა მე მითხარი დედა რა ხო გაუხარდა რომ აქ მოხვედით ქეთევანმა თქვა რომ ძალიან ღელავს თქვენ შესახებ და ნაცვალე დედა მე ხო ვიცი როგორი გული გაქვს მე ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა როცა გეტყოდი ცოტა ხანს თქვენთან ვიცხოვრებ თქო მადლობა დედა და მაპატიე თუ რამე გაწყენდი დედიკო ისიც გაპატიოთ ახალი წლის ღამეს რომ მოვედი თქვენთან და რომ მითხარით ლაშიკოს 5 ცოლი ყავდა და მაინც შე როგორ შეგირიგდაო ეგრე არ მithქვამს დედიკო არასწორად მოგიტანეს ენა რა ენა მოგიტანეს პირში მითხარი
ამანებს აღარ მიაქციო ყურადღება დედიკო მე ძალიან კი არ შეგაწუხებ დედიკო აი ამ კუთხეში აგერ ერთი პატარა ტახტი დამიდგი დავწებიზე მოგეხმარებით ბავშვებს ვამეცადინებ გაკვეთილებს გავაკეთებინებ ცხელსადილს დაგაკვეთებ დედიკო შეივსო ის კუთხე მომწერა ისევ ამ ვაჟბატონმა გამანებოს თავი აი მე ისე მაინტერესებს ზემო ჩხეიძებში რა ხდება რომ აი ძალიან მაინტერესებს ანანო ყოფილა ანანო კი სად არის ჩემი ტელეფონი ჩხეიცებს დატოვე რა ვიცი რას გამომაქცევ ეს თქვენი მეგობარი კარგი არა ნორმალურად ახალი წლის მოლოცვა გავიგე მაგრამ დღეს დილიდან ისეთ საოცრებებს მწერს კი ვიფიქრებე თქვენ მეთქი დედა მაგრამ ახლა მე მაგის ხასიათზე ვარ დედიკო დედა შენი ტელეფონი ქართულში ხო კითხულობს მომეცი აქ გაჩერდი ეხლა მე ვკითხო ეხლა მე რა რამ წინს და შენ ბათუმში ყოფნა და ქვაზე ხატვა გირჩევნია ყველაფერს დათო